ჟურნალისტებმა არ მეკითხეთ რა ვიცი. Როგორ შეაფასებთ დღევანდელ განცხადებას პროკურატურის ვანო მერაბიშვილს, რომელიც ცნობილია დაუმძიმდა ბრალი 26 მაისთან დაკავშირებით. თქვენი შეფასება როგორ იქნება? იყო თუ არა ეს მოსალოდნელი მომენტი? იცით რა, გაუგებარი იქნებოდა ეს რომ არ მომხდარიყო, ჩვენ მივესალმებით იმას, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი მართლაც ამ ეტაპზე წინ წავიდა, თუმცა ეს არ არის, რა თქმა უნდა, საბოლოოდ სამართლიანობის აღდგენის პროცესი სრულყოფილად, იმიტომ რომ მხოლოდ ვანო მერაბიშვილი არ არის უპირველეს ყოვლისა დამნაშავე იმაში, რაც მოხდა 26 მაისს, პირველ ყოვლისა ამის მთავარი შემოქმედი არის სწორედ მიხეილ სააკაშვილი. მე ნამდვილად შემიძლია დავადასტურო ის, რომ ის ბრალი, რომელიც მოვისმინეთ პროკურატურის მხრიდან წარდგენილი, აბსოლუტურად შეესაბამება ობიექტურ რეალობას, რაც ხდებოდა. 26 მაისის მონაწილეებმა ჩვენ სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდეთ პროკურატურას და მზადა ვართ კიდევ დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ იმისათვის, რომ ბრალის დამძიმება გაგრძელდეს, ანუ ობიექტური პროცესი გაგრძელდეს, ლაპარაკი არის იგივე იმ მოვლენებზე, რასაც წამებაზე პრაქტიკულად ადამიანების, რასაც ადგილი ჰქონდა პოლიციის სამმართველოში, იმ არაადამიანურ მოპყრობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა შემდეგ დაკითხვების დროს, როდესაც ცდილობდნენ, რომ ადამიანებისათვის აბსურდული ჩვენებები გამოეგლიჯათ. ამავდროულად ჩვენ ველოდებით და პირადად მე ვარ დაინტერესებული იმაში, რომ გამოძიებული იქნას პოლიციელის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ფაქტები, იმიტომ რომ პოლიციელის ტრაგედია ასევე დადგმული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და გამოყენებული იქნა პოლიტიკური მოტივაციით. ესე რომ ნამდვილად კიდევ ძალიან ბევრი თემებია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ 7 ნოემბერთან დაკავშირებით, იგივე კოდორის ხეობის ჩაბარებასთან დაკავშირებით, იგივე უდანაშაულო ადამიანების დახვრეტასთან დაკავშირებით გამოძიებამ, რა თქმა უნდა გააგრძელოს მუშაობა და ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდება, არა მარტო ბატონ ვანო მერაბიშვილს, არამედ ძალიან ბევრ სხვას და ჩვენი მხრიდან დემოკრატიული მოძრაობა და სახალხო კრება ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ბოლომდე მივიდეს, ყველა ინფორმაციას სრულყოფილად გავაცნობთ შესაბამის ორგანოებს და გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ პოლიტიკური პროცესი გაუგებარი კოჰაბიტაციისა, რა თქმა უნდა, არა რევანშის, მაგრამ სამართლიანობის აღდგენის პროცესში გადაიზარდოს.